ამერიკამ ირანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირა. მანამდე ტრამპის განცხადებების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ადამიანების ჩამოხრჩობა არ იგეგმებოდა. ირანის სასამართლო კი ამტკიცებს, რომ არც დაკავებული დემონსტრანტის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაცია კი ახალი ამბების ფაბრიკაციის აშკარა მაგალითად შეაფასეს. დღეს ირანულმა მედიამ დაწერა, რომ 26 წლის ახალგაზრდას ბრალი გადაუკვალიფიცირეს და მას პატიმრობა ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკავებული კიდევ ერთი რუსული ტანკერი სპეცოპერაცია კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებულ ხომალდ ვერონიკაზე ჩატარდა. სამხედრო ძალების სამხრეთი სარდლობის განცხადებით გემის სანქციების გვერდის ავლით მოძრაობდა. მარჯანიშვილზე ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი გოგო მკვდარი არ არის. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ადასტურებს, რომ მეზობლები იყვნენ და ქალს ბავშვობიდან იცნობდა. კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივების ცნობით, მან ფსიქიატრიული საავადმყოფო დანაშაულის სავარაუდო ჩადენამდე 3 დღით ადრე დატოვა. ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ, ამბობს BBC-ის სპიკერი ოცნების საჩივარზე. ბრიტანული მაუწყებლის განცხადებით, ჟურნალისტურ ნამუშევარს მათი მხარდაჭერა აქვს. მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში, უთხრა სპიკერმა რადიო თავისუფლებას.